სამკურნალო მცენარეებისთვის სპეციალურად ორგანიზებული ბაღი კაცობრიობის ისტორიაში პირველად საქართველოში, კოლხეთის ტერიტორიაზე გაჩნდება. ეს ოქროს საწმისის ქვეყნის დედოფლის მედეას ბაღია. Შესაძლოა პირველად ანადეს არანაირი პრეცედენტი არ არსებობს იმისა, რომ ვინმე ჰქონდა სამკურნალო მცენარეების ბაღით ცალკე. 3300 წლის წინ კოლხეთში დრამატული ამბები დატრიალდება. ბერძენი უფლისწული იასონი არგონავტებთან ერთად კოლხეთიდან ოქროს საწმის და მედეას ერთად გაიტაცებს. საბერძნეთში უმძიმესი განსაცდელის წინაშე მდგარი მედეა დაკარგავს ყველას და ყველაფერს. გადარჩება მხოლოდ ის და მისი ცოდნა. ამ ცოდნას მოგვიანებით მედიცინას დაარქმევს მსოფლიო. რომში პირველ საუკუნეში გაჩნდება ტერმინი მედიცინა, რომაელებისთვის მედეა რეალური ისტორიის ნაწილია. ჰალეს უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, გერმანელი ექიმი კურტ შპრენგელი 18 საუკუნეში სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანს ფრაზას კურა მედიანა. ეს მედიასებურ მკურნალობას ნიშნავს, რაც ცოდნას და ტექნოლოგიებს გულისხმობს ეს. განზავება, დოზირება და საწინააღმდეგოთი განკურნება, რომელიც თანამედროვე ალოპატური მედიცინის პრინციპია და ლათინურად ასე ჟღერს კონტრარი კურანტურ. უდიდესი ჰემატოლოგი იოსებ კასირსკი, რომელიც პირველად მსოფლიოში 8000 კილომეტრის მანძილზე შეძლებს სისხლის ბანკის გადატანას, სისხლის გადასხმის ისტორიას მედეას მიერ ჩატარებული ბატკნის სისხლის გადასხმის მანიპულაციით იწყებდა. ევროპაში პირველად მედეა შექმნის საწამლავს. ამიერიდან სოციალური, სამხედრო, დიპლომატიური დაპირისპირებების დროს ხარეების შეიარაღებაში სამსალას ძალიან დიდი წარმატებით გამოიყენებენ. ბერძნებისთვის კოლხეთი ბევრი მიმართულებით აღმოჩნდა საინტერესო. ინფორმაციას კოლხეთში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების შესახებ თანმიმდევრულად აკვირდებიან ელინები. მედეა გახდათ ერთ-ერთი გოლი აი ამ უწყვეტი სამედიცინო ტრადიციისა, რომელიც როგორც ჩანს საუკუნეების განმავლობაში არსებობდა კოლხეთში და მაგრამ მედეას სახით გახდა ის ცნობილი იმდროინდელი ბერძნული სამყაროსათვის. ამ ამბებიდან 1000 წლის შემდეგ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში დაიწერება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მითი, რომელიც კოლხეთს, მასში განვითარებულ პროცესებს და მედეას მიეძღვნება. აპოლონიუს როდოსელი პირველია, რომელიც ალაპარაკდება მედეაზე. ის არის მწერალი, ისტორიოგრაფი და რაც ყველაზე მთავარია, ის არის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მმართველი. აპოლონიუს როდოსელის მიმართ ნდობა ძალიან მაღალია. ამიტომ მისი თანამედროვეები და მომდევნო თაობის მწერლები და ისტორიოგრაფები არაერთხელ დაუბრუნდებიან მედეას ისტორიას. მედეას ბაღი, სამკურნალო მცენარეები და მათი გამოყენება ელინისტური სამყაროდან დღემდე კვლევის ობიექტია. ფსევდოორფევსის მიერ აღწერილია არგოში 40-ზე მეტი სამკურნალო მცენარე, რომლებიც ხარობდნენ მედეას ბაღში. ყოველ შემთხვევაში ასე აღწერენ ძველი ბერძნები, რომლითაც დაინტერესდნენ შემდგომ უკვე მეცნიერები და აღმოჩნდა იდენტიფიცირებული 40-ზე მეტი დასახელების მცენარე, რომელთაგან ზოგი ენდემია საქართველოს, ზოგი შემოტანილი ხმელთაშუა ზღვის ცენტრიდან, ზოგიც კი აღმოსავლეთიდან. ეს არტეფაქტი 4300 წლისაა და ის ერთ-ერთი პირველი აფთიაქია, რომელიც არქეოლოგებმა სამარხში აღმოაჩინეს. პალინოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა, რომ აფთიაქის უჯრებში სხვადასხვა დანიშნულების სამკურნალო მცენარეები იყო ჩალაგებული. როდესაც ეს სამკურნალო მცენარეები ჩვენ გავაანალიზეთ, დადგინდა, რომ თქვათ ერთ განყოფილებაში იყო კუჭნაწლავის დაავადებების საწინააღმდეგოდ რა მცენარეებიც გამოიყენებოდა მათი ნაკრები, მეორე განყოფილებაში იყო ტკივილგამაყუჩებელი მცენარეების ნაკრები და ასე შემდეგ. ეს არტეფაქტი მედეამდე 1000 წლით ადრე ჩნდება. რა ცოდნაზეა საუბარი და რა ცოდნა ჰქონდა მედეას, რითაც მან იმდროინდელი ბერძნები გააკვირვა, არ იცოდა მსოფლიომ შხამის ხელოვნურად გაკეთება, შხამის შექმნა და მისი გამოყენება ისე როგორც მას უნდა, მოსაკლავად თუ სამკურნალოდ. ფორმულა შხამი და წამალი ერთ და იგივეა, ოღონდ დოზებშია განსხვავება, ეს მერე თეოფრას პარაცელსმა აღმოაჩინა 28 საუკუნის შემდგომ და ის ამით გენიალურ მეცნიერად არის აღიარებული. 28 საუკუნით ადრე მედეაც ასე ფიქრობდა და ასე წარმართავდა თავის სამედიცინო საქმიანობა.
ძველი ქართული სამეფოები სავაჭრო გზების მსხვილ მაგისტრალებზე ყალიბდებიან და ვითარდებიან. მათი ადაპტაცია ცივილიზებულ მსოფლიოსთან ამ გზების საშუალებით ხდება. ბერძნულ სამყარომდე დიდი ხნით ადრე კოლხებს და იბერებს შუამდინარულ ცივილიზაციებთან მჭიდრო კონტაქტები აკავშირებთ. ამ თანამშრომლობის ფაქტი ყველა სფეროში დაფიქსირდება, მათ შორის მედიცინაშიც. მაგალითად, ბაბილონური ღვთაებების პანთეონში განკურნების ქალღმერთს ჰქვია გულა, შუმერულ ენაში ნეკი ასევე ნეკია. ძველი ადამიანი აკვირდება სამყაროს, აფიქსირებს საჭირო ინფორმაციებს. ასე იპოვა კამა კოლხმა ქურუმმა, რომელიც მოაშენა და კაცობრიობის სამსახურში ჩააყენა. პლინიუსი აღნიშნავს, რომ კოლხეთში ფაზისის მდინარე ფაზისთან იზრდება კამა, რომელსაც გველი იყენებს თავისი არსებობისთვის და კაცობრიობის დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ კამა ვიტამინი A-ს შემცველია, რომელიც გველის იმთვისებას, რომელშიც გულისხმობ კანის ცვლას, თვითდასახიჩრების პროცესს, აი ამის აღსადგენად რეგენერაციისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ეხმარება ვიტამინი A გრანულაციას, ეპითელიზაციას და ზოგადად კანის საფარველს. და ამავე დროს მხედველობას, ვიტამინი A-ს შემცველობა დიახ განაპირობებს კარგ მხედველობას და გველი როგორც კარგი მხედველი, ასე ვთქვათ, არის აღწერილი ძველ წყაროებში. კამა მედეას ბაღშიც იზრდებოდა. სად იდგა მედეას ბაღი? სად მდებარეობდა ლეგენდარული ქალაქი აია, სადაც ოქროს საწმისი ინახებოდა? ელინისტური ისტორიოგრაფია აიეტის სამეფო სახლის მისამართს ფაზისის დელტიდან 180 სტადიონის მანძილზე მოიაზრებს. ეს 35 კილომეტრიანი რადიუსია. ამ მისამართს ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთიდან ანტიკურ ნოქალაქებამდე ამოჰყავს. ალბათ ასეთი ფორმატის ქალაქს წარმოადგენდა თავად ქალაქი აიაც. ეს ნოქალაქებია, ანტიკური ქალაქი, რომელიც შთამბეჭდავია თავისი განვითარებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, გვირაბებით, გალავნებით, ბაღებით, აბანოებით. წარმოვიდგინოთ, რომ აქვე იყო გაშენებული მედეას სასწაულმოქმედი მცენარეების ბაღი, აქ მზადდებოდა საოცარი მალამოები, წამლები და ალბათ აქვე დაამზადეს პირველი საწამლავი მსოფლიოში. ფოთი ისტორიული ფაზისია. აქ 1000 წლეულების წინაც ფუნქციონირებდა პორტი. 2500 წლის წინ ამ პორტში შემოვიდა გემი, რომელსაც დიდი ექიმი და სამედიცინო საქმის ექსპერტი ჰიპოკრატე შემოჰყვა. ჰიპოკრატეს სამეცნიერო მისია ჰქონდა შესასრულებელი. ის აღწერს ჭაობის მოსახლეობის დაავადებებს, კლიმატს, აკვირდება ანთროპოლოგიურ ტიპებს და მიანიშნებს, რომ ფაზისის ქვემოწელის მოსახლეობის ერთი ნაწილი წაგრძელებული თავის ქალას ფორმებით გამოირჩევა. ასეთი თავის ქალას ნიმუში მედიცინის მუზეუმშია დაცული. ქალას მექანიკური დამუშავების კვალი ატყვია. 2 წლამდე ასაკის ბავშვებს სპეციალურად უხვევდნენ თავს სასურველი ფორმის მისაღებად. ასეთი ტენდენცია ეგვიპტეშიც იყო. ეგვიპტური ფრესკები და თავად ნეფერტიტის თავის ფორმა ამის მიმანიშნებელია. როგორც ჩანს, ძველი ადამიანი კარგად იცნობს ანატომიას, ფიზიოლოგიას, ცვლოვან სისტემებს. ის ნეოლითის ხანიდან იწყებს ქირურგიულ ოპერაციებს, მათ შორის თავის ქალაზეც. ყველაზე ძველი ტრეპანირებული თავის ქალას ასაკი 6000 წელია. რა ცოდნაა ეს? საქართველოს ტერიტორიაზე ეს აღმოჩენილი ტრეპანირებული თავის ქალა მოწმობს იმას, რომ იმ დროს იმ ხალხს გააჩნდათ საკმარისი ცოდნა და თვითრწმენა იმისი, რომ შეეძლოთ ესეთი სირთულის ოპერაციის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ადრე ბრინჯაოში დაუშვათ ძალიან ცოტა გვაქვს, თუმცა დროის განმავლობაში ეს გახშირდა, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ იმ დროს ჰქონდათ ეს ცოდნა, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო მეტი გააღრმავეს მათ თავიანთი ცოდნა და ისე აწარმოებდნენ ამ ქირურგიულ ჩარევას. ტრეპანაციების ხალხური ტრადიცია მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩა საქართველოში, კერძოდ ხევსურეთში. სახალხო მკურნალების საქმიანობა საბჭოთა ხელისუფლებამ აკრძალა. იყო ესეთი სახალხო მკურნალი მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდა ხევსურეთში მგელი კალიქოკელი, რომელსაც 500-ზე მეტი ტრეპანაცია ჰქონდა გაკეთებული და ყველა წარმატებული.
ეს მგელი კოკელის ქირურგიული იარაღებია. ეს დიდი ზომის დანა ამპუტაციისთვის იყო განკუთვნილი. როგორ ახერხებდნენ ქირურგები გაუტკივარებას, რა ფორმის ანესთეზიებს მიმართავდნენ ისინი? იმ დროს სხვათა შორის დიდი ცოდნა ჰქონდათ ანესთეტიკების, ანუ გამაყუჩებლების ცოდნა ჰქონდათ, იყენებდნენ ოპიუმებს. შეიძლება ყავდათ კიდევაც დამხმარეები, რადგან ერთი ადამიანი ამ ხელა ოპერაციას ალბათ ვერ აურდიოდა და ალბათ ისინი ზუსტად შემდეგ ასევე ზრდიდნენ ესე შემდეგ თაობა შამანებსა თუ მკურნალებს. 6000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე კეთდება პირველი საკეისრო კვეთაც. ეს ამირანის მითის ეპიზოდია. თავად მითი ამირანის შესახებ ერთ-ერთ უძველეს მითად ითვლება დედამიწაზე. ბავშვის გადარჩენის მიზნით ამირანის დაბადება ხდება საკეისრო კვეთით. საკეისრო კვეთა რასაკვირველია, ეს არის ურთულესი ჩარევა, რომელსაც ესაჭიროება ძალიან სრულყოფილი, ასე ვთქვათ, პირობები, ტექნოლოგიები, იარაღები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ არსებობდა არც ფოლადის თვალს სკალპელები, ეს საკეისრო კვეთა იქნა ჩატარებული გალესილი ბასრი ალმასის დანით, რომელიც ესე იგი იქნა გამოყენებული ამ ესე იგი ოპერაციის დროს. ამ საკეისრო კვეთას მოსდევს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ემპირიული ცოდნის, გამოცდილების ნამდვილ სასწაულს წარმოადგენს. დღენაკლულმა ჩვილმა, რომ სასიცოცხლო ფუნქციები შეინარჩუნოს, მას სპეციალურ გარემოში ათავსებენ. ეს ხარის ფაშვია. ფაშვი ეს არის ქოსანი 4 ფეხა პირუტყვის კუჭის ყველაზე დიდი და პირველი საკანი განყოფილება, რომელიც საინტერესოა იმით, რომ ამ ნაწილში არ ხდება არანაირი მექანიკური, ბიოლოგიური თუ ფიზიკური ცვლილებები. ანუ ეს იყო ერთგვარი სათავსო, რომელიც ძალიან კარგად გამოიყენა უძველესმა წინაპარმა და ძალიან კარგად მიუსადაგა დღენაკლის გამოზრდის პირობებს. ანუ ეს იყო ერთგვარი ინკუბატორი დღენაკლის ახალშობილისათვის, რომელიც იცავდა მას როგორც მექანიკური გამღიზიანებისაგან, ასევე უქმნიდა სპეციალურ სითბურ რეჟიმს. სამედიცინო არტეფაქტები, ქირურგიული იარაღები და ჭურჭელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ამ ვიტრინაში წარმოდგენილი არის ბრინჯაოს ხანის ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-13 საუკუნის სამედიცინო დანიშნულების საგნები. ეს გახლავთ მეომრების საფლავებში ნანახი მოღუნული ნემსები, რომლებიც სავარაუდოდ გამოიყენებოდა პირველი დახმარებისათვის. როდესაც მეომრები ღებულობდნენ ჭრილობას, შემდეგ დასახლებულ პუნქტამდე სანამ მივიდოდნენ, სისხლის გარომ არ დაცლილიყვნენ, აი ამ ნემსების საშუალებით ერთმანეთს უკერავდნენ ჭრილობებს. ეს მცირე ზომის მინიატურული ჭურჭელი წამლის ან საწამლავისთვისაა განკუთვნილი. ეს ჭურჭელი ორნამენტირებულია წურბელებით. როგორც ჩანს, ძველი მკურნალის ინვენტარს შორის ყველა საკანს თავისი ფუნქცია ენიჭებოდა. ძველი მსოფლიო აქტიურად მიმართავს სამედიცინო კოსმეტოლოგიას, პარფიუმერიას, სამკურნალო სურნელოვანი ზეთების და სუნამოების გამოყენებას. ეს მინის ჭურჭელი ის არტეფაქტებია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოაქვთ ან აქვე ამზადებენ. გარდა ფერადი მინისა და თიხისაგან დამზადებული ლეკითოსებისა და სანელსაწყებლეებისა, რომელიც ასევე სამედიცინო დანიშნულებით შეიძლებოდა გამოყენებულიყო, გვაქვს ადგილობრივი სამედიცინო დანიშნულების მცირე ზომის ჭურჭლები, რომელიც კოლხურ სამაროვანზე არის აღმოჩენილი და იქვე მოპოვებული ბრინჯაოსაგან დამზადებული პინცეტით, რომელიც სავარაუდოდ როგორც სამედიცინო, ასევე ჰიგიენური დანიშნულებით შეიძლებოდა გამოყენებულიყო. ძველი ადამიანის ნეულების მიზეზს ავსულს და ბოროტ ძალებს მიაწერს. ის ძალიან საინტერესო მეთოდს მიმართავს ბოროტი ძალებისგან თავის დასახსნელად, ქმნის შელოცობის მთელ სისტემას. შემლოცველის პაციენტი ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანია. აქ ყველა ავადმყოფობას თავისი რიტმული ტექსტი კურნავს. შელოცვის რიტუალი მისტიკურია. ცეცხლი, წყალი, ვერცხლი ამ რიტუალში თავის ფუნქციას ასრულებს.
მკურნალობის ეს წესი შეტანილია ქართულ კარაბადინებშიც. კარაბადინები სამედიცინო სახელმძღვანელოებია. მათი ავტორები დეტალურად აღწერენ ადამიანის ანატომიას, ფიზიოლოგიას, ძვლოვან სისტემებს, ნერვულ სტრუქტურებს, ადგენენ მკურნალობის წესებს, წერენ რეცეპტებს. კარაბადინებში მოყვანილია ასტროლოგიური ცნობები და მოსალოდნელი ამინდის პროგნოზებიც, როდის იქნება მზის და მთვარის დაბნელებები და ამის მიხედვით რა სიხშირით მოიმატებს ან იკლებს ავადმყოფობები. ვინაიდან ოდითგანვე არსებობდა მოსაზრება ადამიანზე მათი ზეგავლენის შესახებ. ამიტომაც რა გასაკვირია, რომ მრავალი ლეგენდა თუ მითი დაწყებული მაქციებიდან, დამთავრებული სიგიჟით, ეპილეფსიური გულყრით, თუ მთვარეულობით, სწორედ მთვარის ზეგავლენასთან იყო დაკავშირებული. და მაგალითად ისეთი დაავადების დასაწყისი, როგორც არის შაკიკი, მზის ამოსვლას, მზის შუქს უკავშირდებოდა, ხოლო მისი სიმპტომების ჩათავება კი მზის ჩასვლას და დაბნელებას. ეს ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის, ქირურგის და მკურნალის ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის კარაბადინია. წიგნი მე-15 საუკუნეში იქმნება. დღეს ხელნაწერის 684 ფურცელია გადარჩენილი. წიგნი პრაქტიკოსი ექიმისთვისაა განკუთვნილი და ავტორის უნივერსალურ სამედიცინო განათლებაზე და გამოცდილებაზე მეტყველებს. 300 წლის წინ, სწორედ ამ სასახლიდან, ნიჩბისის ციციშვილების დინასტიური სახლიდან რუსეთის იმპერიაში გაიტანეს ყველაზე უფრო პოპულარული ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სამედიცინო სახელმძღვანელო, ეგრეთ წოდებული კარაბადინი. 300 წლის შემდეგ, მხოლოდ მე-20 საუკუნეში მოხდება ამ წიგნის უკან საქართველოში დაბრუნება. ციციშვილების ფეოდალური დინასტია ნიჩბისში თბილისიდან 40 კილომეტრში მე-17 საუკუნიდან სახლდება. ეს ციციშვილების ის შტოა, რომელიც სამედიცინო საქმიანობას აგრძელებს და ნიჩბისის გალავანში, ქართლის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე გამართულ ლაზარეთს ამუშავებს. ეს აფთიაქია, ამ ნიშებში ინახებოდა წამლები. მსხვილ და საჭირო სეგმენტს წარმოადგენს აბანოები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ანტიკური დროიდან მოყოლებული გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით აქტიურად ფუნქციონირებს. აი ჩვენ ახლა ვდგევართ აღმოსავლური ტიპის აბანოს წინ, არქიტექტურული დეტალები უკვე მიანიშნებს, რომ აქ აბანოა. ეს არის გუმბათოვანი გადახურვა, საიდანაც ხდება შუქის მიწოდება და ცხელი წყლის ორთქლის ამოსვლა. აბანოს შიდა სივრცე რამდენიმე ნაწილისგან შედგება. გასახდელი, მოსასვენებელი ოთახი, როგორც ჩანს ზამთარში აქ ბუხარი ნთებოდა. შემოდიოდა ცხელი და ცივი წყლის მილები. ეს მთავარი აუზია. საჭირო შემთხვევაში წყალს მცენარეული ნაყენით აჯერებდნენ. ისებოდა აუზი წყლით და ჯერდებოდა ის სხვადასხვა მცენარეული ნაყენებით, სხვადასხვა სუბსტანციებით, რომელიც ადამიანს განკურნებაში ან კანის დაავადებისა და სხვადასხვა სნეულების დაძლევაში ეხმარებოდა. ძალიან საინტერესო ინფორმაციაა დაცული ინფექციური ავადმყოფობების მართვის შესახებ საქართველოში. საყოველთაო ეპიდემიების დროს მე-5 საუკუნეში მსოფლიოში პირველი საკარანტინე ზონები გაჩნდა საქართველოს საზღვრებზე. ამის ინიციატორი ქართველი დედოფალი ბაკურ დუხტია. პეტრე იბერის დედოფალი ბაკურ დუხტი უკვე საქართველოს საზღვრებზე აშენებდა სასტუმროებს, რომელიც აი ასეთი დიდი ეპიდემიების დროს ასრულებდა უკვე საკარანტინო ფუნქციას. აქ არა მარტო სხვა ქვეყნიდან შემოსული ადამიანები ჩერდებოდნენ, არამედ ყველა დასნეულებული და დაინფიცირებული ადამიანს შეეძლო იქ გაჩერება. იმ დროს ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ იყო დაფიქსირებული საკარანტინო ზონის მშენებლობა. საკარანტინე სივრცეებს საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიის დროსაც აამოქმედებენ. ხევსურეთში შატილიდან 2 კილომეტრში ანატორის უბანში აკლდამები აშენდება და დაინფიცირებული ადამიანები იქ თავისინებით შევლენ. მსგავსი თვით დამარხვა სხვების გადასარჩენად სხვაგან არსად ფიქსირდება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მწვავე ინფექციების დროს აცრებს გამოიყენებს და პირველი საყოველთაო აცრა ერეკლე მეფის კარზე ჩატარდება. ამ ინფორმაციას გერმანელი მეცნიერი, ორიენტალისტი იოჰან ანტონ გიულდეშტეტი აღწერს.
როდესაც ჩავიდა ერეკლე მეფის კარზე და ესტუმრა მას, დაინახა, რომ დიდი მზადება იყო ერეკლეს, მოგეხსენებათ 24 შვილი ყავდა და რომ რამოდენიმე 17 კაცს გონით თუ 17 შვილს გონით თუ ერთად უცრიან ბავშვებს ერთად უნდა აეცრათ მათთვის და მან უყურა ამ აცრას ის ზოგს კლავზე, ზოგს თითებს შორის ხდება განაკაწრის გაკეთება, პატარა ჭრილობა, ზედაპირული ჭრილობა, სადაც ისინი სწორედ ამ პუსტულებიდან აღებულ ვაქცინას უსვამენ და ამის შემდგომ გიულდეშტედმა დასტოვა ერეკლეს კარი და წავიდა სამოგზაუროდ და ის უკვე დაბრუნდა ერთი თვის თუ ორი თვის შემდგომ დაახლოებით ესე პერიოდი და მან ნახა ეს ისე მოთამაშეთ უფლისწულები, ეს ისე მხიარული კარი და ყველანი აცრილები და ყველანი ჯანმრთელები და ეს ამას საგანგებოდ აღნიშნავს ხა გიულდეშტეტი მეცნიერი გახდა ნამდვილი და მან ეს გაკვირვები აღნიშნა და ჯერ ის პერიოდი გახლავთ, როდესაც ჯერ ჯენერი არ ჩანს, ჯენერი არ არის, ჯენერის სტატია არ არის სოფლიოში ასე გახმაურებული. ედვარდ ჯენერი, რომელსაც ჩვენი ექსპერტი ახსენებს, პირველ კვლევას ვაქცინაციის შესახებ 1798 წელს გამოაქვეყნებს ბრიტანეთში. ეს სტატია საქართველოში ჩატარებული აცრებიდან რამდენიმე ათეული წლის დაგვიანებით გამოქვეყნდება და მალე მსოფლიოში აცრის პრაქტიკა დაინერგება. ბრიტანეთის ელჩის ცოლი სტამბულში, მერი მონტეგი, მე-18 საუკუნის 20-იან წლებში შეიტყობს, რომ კავკასიელები, ქართველები და ჩერქეზები ყოველ შემოდგომაზე ცრიან თავის შვილებს ყვავილისგან. მარია მონტეგი წერს თავის წერილებში თავის ახლობლებს, რომ მან სტამბულში ქართველებში ნახა, ქართველებისგან ისწავლა აცრა. რომ ეს არის პროცესი, რომელიც დაიცავს ყველა ადამიანს შემდგომ დაავადებისაგან, რომ ეს იციან ქართველები. ბრიტანელი ქალი თავის 5 წლის შვილს აცრის და ამის შესახებ ლონდონში ოჯახის წევრებს მისწერს. ბავშვმა აცრა კარგად გადაიტანა, კარგ ბუნებაზეა და თამაშობს. მედიას მიერ ხელოვნური გზით მიღებული საწამლავი მსოფლიო ფარმაციის საფუძველი აღმოჩნდა. ალბათ ამიტომაც იქცა მედია სიტყვა მედიცინის დონორად. მედიას სიბზნე, მედიაში პერსონიფიცირებული ცოდნა გულისხმობს ხელოვნური შხამის შექმნას, ხოლო ხელოვნური შხამიდან შემდგომ წამლის მიღებას. ეს ბმა, წამალი, საწამლავი სხვადასხვა მარტო ქართულ ენაში ფიქსირდება. სხვა ვერცად ენას ვერ მეტყვით, სადაც წამალი და საწამლავი ასე ერთი ფუძისგან იყოს ნაწარმოები. მედიას მემკვიდრეები დღემდე ცხოვრობენ დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში. ისინი ქალები არიან და შხამის დამზადების ხელოვნებას ფლობენ. ამ ცოდნას კაცებს არ გადასცემენ. 1000 წლეულებია ეს კანონი არავის დაურღვევია.